როგორც გუშინი ხარჯეს მუშაობ ფისკალოში, კაფის კამიში. ახლა მოვედი მელიქში, 3 წელი უკვე ბაჟებიდან არის. აი, ჩემი პაწაწო. ეს სიყვარული. ხარჯა გამომიარე აქ და ახლა წამყვეს ვინმე. მოვედი ფისკალაში, ახლა დრესი მომისირავ. თალში ძალიან ბევრი მანქანები იყო გზაში და ასე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე საცობები დაიწყო. ძალიან ბევრი ხალხია და წარმოგიდგენთ კიდევ როგორ გადაიყენება მომდევნო თვეებში. მოვედით. ეს არის რესტორანი, რომელშიც მე ვიმუშავებ და რომელშიც იმუშავებენ ბიჭები. აი ეს თეთრი მაგიდე და სკამები. აი ასეთი გემრიელი ომლეტი გამიკეთა უფროსის ცოლმა. შეჭამერამეო და მე გააგრძელეო. გამოვიდი შესვენებაზე. 3 საათიდან ახლა 9 დაიწყო დაახლოებით. ხალხი საერთოდ დაიწყო და ეს საღამოს 7-ისკენ თითქმის განისო გარეთ. ცოტა ვიბინე, მაგრამ არა უშავს. მაინც სასიამოვნო გარემოა ძალიან. მოვედი სახლში, პიცა გამომატანეს. პაწუ! პაწუ! ხო! მოვიდივე. ჰა? ზადღარ? გეძინა? ჰა? გეძინა? არა, ვერ გიდე უბრალოდ. გადავჭამეთ პიცა. აღარ დარჩა. ხალხს ავიღეთ დასვენების დღე და აღარ ვიცით ჯერ რა გავაკეთოთ. დავისვენოთ თუ კიდევ დავიღალოთ. გამოვიძინოთ და სახლი დავალაგოთ თუ ზღვაზე წავიდეთ. როგორც ხედავთ, მაცვია ეს ზედა, ასე ვიყავი სამსახურში და ანუ უბრალოდ არც ვიცი საერთოდ რას ნიშნავს ან რა წერია რა და უბრალოდ აი სახლის მაიკები წამოვიღე და ნუ დღეს გადავიცვი ესე რაღაცა უბრალოდ რო ყოფილიყავი სამსახურში რა და დგავარ ხა ხალხს ესალმები რაღაც და ესე ოჯახი მოდის და ეს ქალი მიყურებს და you are the dancing queen მეთქი რაღაცა მეცეს და მიყურს რა და მე ვიღაცამ გამოიარა კიდე ერთი კაცი და მიყურებს აბა ესე მიშვება და ვიცი ესე მეთქი რა ხდება და აბა რომ აწერია ვიცი მაგრამ რას ნიშნავს არ ვიცი რა და გადავიღე მე ჩაუგდე ChatGPT-ს რომ მეთქი რამეს ნიშნავს თქო და თურმე ყოფილა ამ ცნობილი ჯგუფის ინიციალები რა მოიცა ეგ ეხლა გაიგე? ხო არ ვიცოდი საერთოდ არ ვიცოდი რას ნიშნავდა აბა არ ვიცოდი მაგის ინიციატივა. აი რა ვიძახით ხოლმე რომ აბას სიმღერა ჩავერთოთ თუ ან რაღაცა. აბა ჩართია რა ვიძახით. ხო ნუ რავი არ დაკვირდა. ხო ანუ იმ მომენტში ვერ მოტვინე ეთყობა. არა ისედაც.
ანუ არ ვიცი ანუ არ დააკვირდი მაგას რომ აბა გაწერია. ზოგადად ხო, არა, და ვიცოდი რომ აბა მაწერია. არა, არ იცოდი აბა. You are the dancing queen. დილა მშვიდობისა. დღეს ვისვენებთ და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ახალ სანაპიროზე, რომელსაც ქვია პეტანი. აგერ ლიზა ემზადება ახლა. ხოდა გავალთ ცოტა ხანში და იქიდან შემოგიერთდებით ისე. აი, ასე გამოიყურება ჩვენი ულამაზესი ლიზა. აი, ასე გამოიყურება ჩვენი სიმპათიური ვაჟა. მეჩი დაგვიწერა რომ ჩვენი სახლიდან ჯამში 39 წუთის გზა, ახლა დაგვრჩა კიდევ 20 წუთის გზა. აი ასეთი რაღაცა ბურთულებით არის საოცარ მთელი სანაპირო და საინტერესოა რა არის. საინტერესოა რატომ არის ეს სანაპირო ასეთი მოვლილი და მიტოვებული. ამიტომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ქუშიანია და ნახეთ როგორი სწორი ზედაპირი აქ არ ღრმავდება ეგრევე, ძალიან ლამაზია. თქვენი შთაბეჭდილებები? გაოცებული ვარ, ჩემი აზრით ყველა პარალიას, ყველა სანაპიროს აჯობა, რაც კეთალონიაში შეხედა ფილმზე. ხო. ნამდვილად. თქვენ რას ფიქრობთ ჯერჯერობით, რაც ნანახი გვაქვს, რომელს აძლევთ ხმას? всё, ჩვენი სანაპიროა დღეიდან ეს. რა მაგარია. შედო ესპრესო და ცივი შოკოლადი შევიკვეთეთ, რომელიც დაჯდა 8 евро, 3.5 და შედო ესპრესო და 4.5 ცივი შოკოლადი. წინა ფლანგზე გადმოვინაცვლეთ დრონის ასაშვებად. ძალიან მაგარი კადრი გამოვა. ახლა კაცი მოვიდა ჩვენთან და იმებზე გითხრა, რომ ჩემია და თუ შეგიძლიათ რა დრონით გადავიღოთ. კადრებია და დაგპატიჟოთ რა რამეცია, მაგრამ უკვე აღებული გვაქვს და არ გვინდა და არაფერი. 7647. Yeah. Hi. Follow your dreams and don't forget to sparkle with our friends Lily and Bill. So follow your dreams. Thank you so much. It was so nice to meet you.
my friend. It was very good. აი ეს წვილია, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან მაგარი ხალხია, შვილების ყავთ. საცხოვრობენ? ავსტრიელები არიან, მაგრამ საცხოვრობენ არის. 21 წლის წინ იყვნენ აქ და ჩვენი ოცნება იყო, რომ ისევ აქ დაბრუნებული ყავით და 21 წლის შემდეგ ახლა აქ მოვიდნენ. ვიდეოც გვაჩვენეს 21 წლის წინანდელი აქ ატარებდნენ. ხო, ვიდეო კასეტით რო იყო. და მიემართებიან ახლა თავიანთი ნავისკენ. კადრები რომ ვანახეთ ძალიან მოეწონათ და რა შემიძლია გავაკეთოთ თქვენთვის რამაზე დაგპატიჟებთ და მეთქი არ არის ხო საჭირო თქო და კარგი საუბარი გვაქვს მეთქი თქვენს კარგი ხალხი ხართ თქო და არ არის აუცილებელი რამეს ანაცვლოდ გააკეთოთ თქო და თუ გინდათ ნავის გაგასეირნეთ მაგრამ რავი რაღაცნაირად შეგვხარეთ თქო და უარი გუცხარით არა და მაგარი იქნებოდა ხო, აქ ჩავიდი. დრონი დააწია ვაჟამ. ახელს უქნევენ. ძალიან მაგრად ცხელა. ვაჟამ თავისი პირადი ჯაკუზი გაითხარა. გემრიობები ცურავე ზღვაში, იმიტომ რომ ჩუჭყიანია. თან უკვე თბილი წყალია და მეც უფრო მსიამოვნებ ზარო და და რო შევარდები და მაგრად გადადრეკე. სუყურდა. ჩემი კაც თევზავინ არისო. ჩემი კანის ცვლის სეზონი დაიწყო. Wow. წავედით სახლისკენ. ბევრი რამე გინდა რომ მოვასწროთ. ეს 10 საათზე ვარ დაპატიჟებულების ფისკალში ქაფის კაბინში. თქვენს უფრო შეეძინე შვილი და მაგის აღსანიშნავად პატიჟამ. ახამდე რომ ლაპარაკობდი უფრო სიტყვა. რომ აი სამსახურზე უნდა ველაპარაკო და პრობლემებზე თქო და რაღაც. ეგ არის უფროსი შვილი უბრალოდ რომ არ არეულიყავით, მაგიტომ მოვიხსენებდი უფროსად. თვითონ უფროსთან ასაკიანი ვინც არის, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კარგი კაცია რა. მისი შვილი ხანდახან ნერვებს გუშლის ხო. მოვედით სახლში და უკანა გზაზე ყველაფერი რომ არ დაგვიჯდეს დრონიან ტელეფონი ისე არ შეიძლება. მევყარეთ სარეცხი, ვაჟა ხვეტავს ახლა მე unboxing-ს გაგიკეთებთ. ეს ფული გამოვართვით რამოდენიმე დღის წინ უფროსი შვილს. ისიც რაღაცნაირად დაგვამადლა, იმის და მივხედავად რომ ამდენი ხანია ესე დაგვსვა და თან ვმუშაობ და ჯერ არ გადავხვდია 100 ევრო დაგვამადლა. ესე ხაზგასმით თქვა რომ აი თითქოს წინასწარ გაძლევთო რა, ну, არ ვიცი რის თქმა უნდა და ანუ წესით არ უნდა გაძლევდეთო თან. ყველაზე მაგარია ეს იყო რა დააყოლა რა. მოკლედ, ამ ნაწვალები ფულით გამოვიარეთ სუპერმარკეტში, დავხარჯეთ 25 და 71 და აბა ვნახოთ რაში დავხარჯეთ. კვერცხი ვიყიდეთ 3 ცალი ასეთი, 6 ცალიანი, თითო ღირდა 2 და 39, ჯამში დაგვიჯდა 7 და 17. ჩიპსი იყიდა ვაჟამ 3 და 96. ჭურჭლის ჟელე გაგვითავდა რაც აქ დაგხვდა, ამიტომ ვიყიდეთ ღირდა 2 და 59. 350-იანი ფეირი. თმის სამაგრი ვიყიდე. ერთი ცალი მქონდა წამოღებული, დავკარგე. ეს ღირდა 2 და 59 არის 6 ცალი. კარტოფილში გადავიხადეთ 4 და 86 არის 2 კილო და 770 გრამი. ასევე დიდი წყლები ვიყიდეთ 6 ცალიანი შეკვრა ლიტრანახევრიანების და დაგვიჯდა евро და 89 და 3 ცალი კიტრი ვიყიდეთ, თითო არის 95 ცენტი და ჯამში დაგვიჯდა 2 და 85. ჯიმ პატარა როგორ ფენს არეცხსო?
წავალი ხოლმე ვიფანავე. მებიბ. ეხლა ჩვენ უნდა გავიცელოთ. გუშინ წინის. მოკარონი. შავშა. რომელიც დაობდა? რამდენი ხის წინანდელია? 3-4. 4 არ ამგონი 3. ვიღაცას გავხარდა. ის ქართველი მომღერალი რა საბრძანში შეცხოვს. ეხლა მაგმას კავშირა? თამთავო თუ რა ქვია და მოვიდა. გავემზადეთ. ვართ ეხლა სკაფოში. ძლივს ჩამოვედით ფისკარდაში. მანამდე საწყავი ჩავასხით და კაი შორი გზა გამოგვევიდა. რომელი საათია ეხლა? 11:09. როდის აქედან წავალთ ეხლა და როდის მივალთ სახლში და მე იმედია ხვალ კიდე დილის რაღაც 7-ზე არ მოგიწევს მარა. ჰავა ხელა გასაგაელი. მეზარება. ჭამეთ დავლიეთ, წამოვედით. მე დავლიე, მაგრამ უალკოჰოლური დალია. მე დიდი ბაკალი ჩავარდყი. რა დღე დაგვიდგა, მე დავლიე და ვაშა არ დალია. ძაღლს თქვენც ხედავთ? უკვე აღარ გავს, წეღან უფრო გავდი. აი ესე ყურები, მე აქ. და ესე მიკუნტრუშებს. მოკლედ დღეს თერი დღე თითქმის გზაში ვარ და ძლივს მოვაღწიეთ. აღარ შემიძლია. ეხლა ერთი სული მაქვს ლოგინში დავიგდო. ნამდვილად. და ხვალ 8-ზე უნდა ავიდეთ და 9-ზე უნდა ვიყოთ მელიტიში. აი ესე გამოვიყურებოდი. გასვლის წინ ვერ დაგენახეთ. გვეჩქარებოდა. ჭყიალები მივიყარე. არ ვიცი თუ ჩანს. სამკაულები. ძალიან მაგარი. შემოვიგდები მე. მე ლოგინი და კაია. ისე რა მაგარი შეგრძნება გრძელი დღის მერე აი ასე რომ დაეგდები. მათ შემოიგდებოდი. აი ესე მქონდა თვალები ჩახატული. ისეთი კოპლები გავიკეთე. აქაც გამომაყარა და ხალად გადავაკეთე რომ უშნო დარღუპილიყო. ახლა კი ჩამოვიბანოთ სახე. ხვალამდე. როგორც იცით, მივიდივართ მელიტიში. გამზადვართ ეხლა გლეზის. ჩვენც მოვედით. არ დამსვავენ ტრაქტორზე. უთხარი გამაკატავე. ეს არის პარკინგის სივრცე. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს. აქ უნდა იყოს ზემოთ VIP სივრცე. ეს ბასეინებია. ბარიც მოვიდა. აი ესე ვაწყობთ გალიშებს. აი, ესეთი სიტუაცია გვაქვს. როგორც გითხრეს, გავიხსნებით 5 შაბათს და დღეს არის შაბათი. აგერ გოგოები ზიან და მსჯელობენ რა, სად როგორ რანაირად ჯობია. და ნახოთ რა იქნება რა. ცოტა დაგვიგვიანდა ვლოგების დამონტაჟება და დადება. ადგილიც აღარ გვაქვს ტელეფონში, იმდენ ვიდეოს ვიღებთ, თუმცა დრო არ გვაქვს ფიზიკურად რომ დავამონტაჟოთ. როგორც კი შევძლებთ, აუცილებლად დავამონტაჟებთ და დაავდებთ ახალ ვიდეოებს.
რა შევიფარ? რა გინდა? ეს არის ზეთისხილის ხე და იქნება მიმღების მაგიდა. Video. Vasily mixing well, bro. No, this is the photo repetition. ჩამოვიდა. მოკლედ დღეს ადრე მოვჩით, როგორც იქნა yes და თან ფერმურს უყურებთ. ფინალია PSG Arsenal-ი. ვაგებთ ჯერჯერობით რა თქმა უნდა PSG. ვაგებთ ჯერჯერობით, მაგრამ იმედია მოვიდეთ და ასე მგონია რომ ყვარა გაიტარს. ნახოთ რა იქნება. დილა მშვიდობისა. დღეს დავგვიბარეს ცოტა მოგვიანებით სამსახურში 12 საათზე. ეხლა ვისაუზმებთ და ნელა გავალთ მე მელიტიში. როგორც ყოველთვის. Let's go. ოვედით. დარი მორიელები. გავჩერდები ამ მორიელებში წავიდები. ერთი. ეს მეოთხე. სავსე აქაურა. არა, ჩამჩერებელი არა. 5 საათია მოვჩით. დანაც არ დავხლივართ. ჩვენი თანამშრომლები რაღაც ფართიზე მიდიან სანაპიროზე და წამოგითოთ უგინდათო. მაგრამ სახლში გვირჩევნია, თან ვლოგის დასამონტაჟებელი გვაქვს და ამინდიც არ არის ისეთი კარგი. ნუ მოკლედ დასვენება გვირჩევნია რა. სახლშიც მოვედით, უკვე დიდი ხანია, ვიბანავეთ კიდევაც. ვლოგის დავამონტაჟეთ და ამასობაში დაგვაღამდა. ხვალ წესით შეფს უნდა ჩაეტარებინა თავისი კერძების პრეზენტაცია. პირველ საათზე წესით ვიყავით დაბარებულები რესტორანში. უნდა გაგვესინჯა მისი ყოლა კერძი, ნუ რა თქმა უნდა მე ხორციენებს არ გავსინჯავდი. იმისთვის რომ მივიღოთ ცოდნა, თუ რას რა გემო აქვს და საკუთარი გემოვნებით შევძლოთ კლიენტებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დავეხმაროთ შეკვეთაში. საღამოს დაგვირეკა მენეჯერმა და გვითხრა რომ რაღაც მოხდა და ამის გამო ხვალ ვერ ჩატარდება პრეზენტაცია, ამიტომ ყველას გვაქვს დასვენების დღე და ახლა ვფიქრობთ, სად შეიძლება რომ წავიდეთ, რა დავიგეგმოთ, რა ვნახოთ ახალი და განახოთ თქვენს.